მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზეც, პალიტრა ნიუსის გვერდს თუ მოძებნით და ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ YouTube-ზეც, პალიტრა ნიუსის არხი უნდა მოძებნოთ YouTube-ზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ განათლების რეფორმას, იცით რომ ორშაბათიდან დაიწყო აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ეს არის ასე ვთქვათ პირველი წელი დაანონსებული რეფორმის შემდეგ და ბევრი სიახლე გვაქვს ამ რეფორმიდან გამომდინარე, თუმცა ამ სიახლეებს ბევრი არ ხვდება აღფრთოვანებით, როგორც იცით, ბევრი კრიტიკა შეხვდა ამ რეფორმას. განსაკუთრებით რამდენი უმაღლესი სასწავლებელი დაზარავდა, რომელსაც ამ კვოტების ახლებური გადანაწილებით ძალიან ბევრი სტუდენტი მოაკლა, განსაკუთრებით ლეონია, სოხუმის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ განათლების რეფორმას, რა ელოდება წინ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს, ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები იქნებიან ნიკოლოზ სილვაგაძე, განათლების საკითხების ექსპერტი და რუსუდან თევზაძე, ასევე განათლების საკითხების ექსპერტი, ჯერ საქართველოს წევრი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონ რუსუდან, თქვენგან დავიწყებთ. პრინციპში კვოტები მანამდე გამოქვეყნდა, მე ხა ეს აბიტურიენტების ცნობარი გამოქვეყნდა, სადაც ყველა შეეძლო ენახა თქვათ, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი დაუტოვეს და საბოლოო ჯამში რა შედეგს ვიღებთ აი ამ რეფორმის შედეგად, როგორ იქნება ეს მომდევნო, ასე ვთქვათ, წლები ამ რეფორმიდან გამომდინარე, თქვენ როგორ ახსენებთ? მოგესალმებით, მერაბ, მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხის კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად პროცესები ისე წავიდა პოლიტიკური, რომ აგორდა ეს თემა, მაგრამ მე რაღაც თითქოს ისევ დავივიწყეთ, მილევად რეჟიმში გადავიდა. ზოგადად ესე, ხო. და მადლობა კიდევ ერთხელ რომ წამოწიეთ. ეხლა რაც შეეხება ამ ჩვენ, არ ვიცი, ნაფლეთებად ქცეულ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რომელსაც რეფორმა, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ დაარქვა და რაც არ უნდა არ გვინდოდეს რომ მასზე ვილაპარაკოთ რაღაცნაირად როგორც პოლიტიკურ მდგენელზე, მაინც გვიწევს. მე პირადად სხვანაირად ამას ვერ შევხედავდი და ამიტომ დავიწყებ იქედან, რომ თავად თუნდაც იმ თქვენს მიერ ნახსენებმა გამოქვეყნებულმა ცხრილმა, სადაც უნდა პოტენციურმა სტუდენტებმა, პერსპექტივაში სტუდენტებმა შეავსონ და აირჩიონ მიმართულებების სპეციალობები და ზოგადად აირჩიონ თავიანთი საკუთარი მომავალი, აი ის სურათი რაც შეიქმნა, გვიჩვენებს კიდევ ერთხელ რომ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა სრულად იყო პარტიული მიზნების უზრუნველყოფისთვის ჩატარებული რაღაცა ტიპის ოპერაცია და მეტი არაფერი. და ამას ძალიან მარტივად ადასტურებს თუნდაც ის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სლოგანი, რომელზეც უკაცრავად დააჯდა მთელი ეს ოცნების ხელისუფლების თუ პარტიულ წარმომადგენელთა დიდი კოჰორტა და ეს იყო უფასო განათლება და ეს იყო ერთგვარი ამ ხოლგის ქვეშ რეკლამა ეს არის ამ რეფორმის თავარი ესე ვთქვათ ლეიტმოტივი, მესიჯი თუ რა ვიცი რაც გინდათ ის დავარქვათ, ეს არის გამწევი ძალა ლოკომოტივი ამ ნაწილში ოცნებისთვის და ხსნიან ამას როგორც ზრუნვას ზოგადად რა თქმა უნდა მოსახლეობაზე და მათ წინაშე გადადგმულ პოზიტიურნების და პირველ რიგში იმ ახალგაზრდებთან მიმართებაში პოზიტიურად უნდათ დაგვანახონ, რომლებიც პოტენციურ სტუდენტებს წარმოადგენენ და არა მარტო რა თქმა უნდა სკოლის მოსწავლეებს. მაგრამ ნახეთ რა შეესაქმე, აი ძალიან მარტივად რო ვისაუბროთ და მშობლისთვის გასაგები რო იყოს და ნებისმიერი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის, რომ ეს არ არის უფასო განათლება, პირდაპირი გაგებით უფასო განათლება და ტყუილი რო არის, ახლავე მოგახსენებთ. უფასო განათლების ფენომენი ზოგადად მსოფლიოში და ჩემი კოლეგა ნიკოლოზიც დამეთანხმება, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი წელი ამ საკითხების სირგვლივ თუნდაც სამინისტროში ვმუშაობდით და ბევრ ქვეყანას ვიკვლევდით და შეხება ქონდა ამ ყველაფერთან თეორიულად, რა თქმა უნდა, და არა მარტო პრაქტიკულად, ხო, მივლინებებშიც დავდიოდით და ვნახულობდით ამას ადგილზე. იგივე ჩეხეთში, საფრანგეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, გერმანიაში ყველაზე კლასიკური მაგალითი უფასო სწავლებისა, მაგრამ ნახეთ რა შეესაქმე, იგივე ნორვეგიაში მაგალითად უფასო სწავლება არა მარტო ადგილობრივი, ანუ მოქალაქეებისთვის არის, არამედ უცხოეთიდან ჩასული სტუდენტებისთვისაც უფასოა და არა ერთგან არის კიდევ ეს პრეცედენტი, მაგრამ ეს ყველაფერი გამყარებული, ანუ ფუნდამენტი ამ უფასო სწავლების არის ის დიდი იდეა, რომელიც ამბობს, რომ
განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უნდა იყოს ინკლუზიური და განათლება არის სოციალური უფლება და არა პრივილეგია და ფუფუნება, რა პრივილეგიადაც და ფუფუნებაც ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, მე არავის არ ვაბრალებ ამას. ეს ასე გამოვიდა. შეიძლება სულაც არ იყო ეს მათი რაღაცნაირად წინასწარი მიზანი და მცირედად კეთილშობილი მიზნები ქართულ ოცნებასაც გააჩნდა, იმიტომ რომ იმედია იქ ერთეული ადამიანები დარჩენ, რომელთაც რაღაცნაირად კეთილშობილება მოეკითხება და მორალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ არაპროფესიონალური ნაბიჯებით, არაკომპეტენტური ნაბიჯებით მივიღეთ ეს, რომ ეს არ არის უფასო განათლება და ეხლა ჩამოვთვალოთ არგუმენტები რატომ. ნახეთ დატოვეს უფასო განათლება მათი გადასახედიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ყველაზე ესე ვთქვათ ოპერირებადი, ხო, ეს არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ილიაუნი, ტექნიკური უნივერსიტეტი და უდიდესი ტკივილით მინდა აღვნიშნო სოხუმის უნივერსიტეტი, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებ თუნებას მომცემ მე რაღაცნაირად პოლიტიკურ რაკურსში. ხო, გამოშიგნეს და გაანულეს და შემდეგ აი დაუბრუნდეთ ამ სამ უნივერსიტეტს, ხო? ანუ დოტაციაზე დასვა სახელმწიფომ და ამბობს, რომ მე გადავიხდი სტუდენტის წლიურ ანაზღაურებას და ვასწავლე მას უფასოს. მაგრამ ამის პარალელურად ამავე ესე ვთქვათ კონცეფტში მან სტუდენტს განუსაზღვრა დირექტიულად თუ სად უნდა ისწავლოს, როგორ უნდა ისწავლოს, არა მარტო სპეციალობის პროფესიის მიმართულების მიხედვით კი არა, ქალაქის და რეგიონის მიხედვით და ესეთი, არ ვიცი, გაუგონარი დირექტიული მიმართება ამასთან დაკავშირებით ვერ მოძებნით უბრალოდ, მაგრამ ქალაქის და რას გულისხმობს ეს განუსაზღვრა, ხო? ხო, განუსაზღვრა და ქალაქი განუსაზღვრა და განუსაზღვრა, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ უფასო სწავლება არის ჯავახიშვილში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და თან გააკეთა, ესე ვთქვათ, გამოშიგნა და გამოცვლა და დატოვა მისთვის, არ ვიცი რატომ, სასურველი სპეციალობები. ანუ აქედან გამომდინარე, ნახეთ რა ხდება. რაზეც მოთხოვნა არის. რაზეც მოთხოვნა არის. ნახეთ აქედან რა ხდება. აქედან ხდება ის, რომ სტუდენტი ვერ თუ არა, უბრალოდ ვერ ირჩევს შინაგანი მდგომარეობით და მოტივაციით განპირობებულ მისთვის სასურველ პროფესიას. რომ პერსპექტივაში, ესე ვთქვათ, ანუ რეალურად პერსპექტივაში ამ სტუდენტის მომავალს კლავენ, იმიტომ რომ ის დამოკიდებული ხდება, რომ შინაარსზე დაფუძნებულად კი არ აირჩიოს და განსაზღვროს მისი მომავალი, არამედ ეკონომიკური კომპონენტით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხომ ის ხო ახალი, არ ახალია, რომ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური უფასოა შეიძლება ისეთი ფაკულტეტი აირჩიოს, რომელიც მას დიდად არ უნდოდა. ხო, არ უნდოდეს, მაგრამ იძულებულია. და ნახეთ, სად მივდივართ, ის ფარსი და ფასადურობა და უკაცრავად ამ სიტყვაზე ბლეფი, რომ ზრუნავენ მათ განვითარებაზე. ეს ვერ შეუწყობს ხელს განვითარებას, იმიტომ რომ უმოტივაციოდ არჩეული პროფესია, როგორი პროფესია იქნება. და მეორე, რა მოხდება? გაჯერდება სახელმწიფო უნივერსიტეტების, მოდი ესე ვთქვათ, ბაზარი, რატო? იმიტომ რომ ან თუ შედიოდა პირობითად ვსაუბრობ ახლა 100 სტუდენტი, ერთ ადგილზე 100 სტუდენტი, ახლა იქნება ერთ ადგილზე 200 სტუდენტი. იმიტომ რომ ამის პარალელურად კერძო უნივერსიტეტებში გადასახადი იზრდება. რატო იზრდება? იმიტომ რომ ამ სტუდენტს აღარ აქვს სახელმწიფოს მიერ მიცემული ვაუჩერი, რითაც მას შეეძლო ემოძრავა ამ სივრცეში და თუნდაც გადასულიყო იმ მაღალ და დაფინანსება შეეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტს სულიყო იგივე კავკასიის უნივერსიტეტში, რომელსაც ნიკოლოზი წარმოადგენს და იქ გაეგზელებინა, ანუ დაამეტებდა ფულს და გააგზელებდა სწავლას. ანუ ეს ერთგვარი დივერსიფიცირება. ანუ კერძო თქვენს ჩაგვთავთ ამ საუბარში. ეს რომ კერძო უნივერსიტეტებს საერთოდ გრანტს აღარ გაძლევენ, კერძო უნივერსიტეტში წახვიდე და ანუ ამ შემთხვევაში თუ ნახევარ გრანტს აიღებდი, ნახევარს იხდიდი, ხო? და ნახევარს შემოწევდი, ახლა მთლიანად მოუწევთ გადახდა და ანუ უფრო ნაკლები აირჩევს კერძო უნივერსიტეტს. ხო, ესე გამოს აქამდე თუ რაღაც 2000 ლარს ამატებდა, ახლა მოუწევს 4500-ის, 5000-ის, 6000-ის გადახდა და შეიძლება იფიქროს, რომ არ მინდა ეს ფაკულტეტი კი მომწონს, მაგრამ რა ვქნა, აგერ წავალ უფასოდ, იმიტომ 6000 ვერ გადავიხდი წელიწადში. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიზანი არის, რომ კერძო უნივერსიტეტებს დააკლდეს, ასე ვთქვათ, სტუდენტები და რაც შეიძლება მეტი წავიდეს სახელმწიფო
ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ექნება ნაკლები არჩევანი, რაც როდესაც ასეთი ტიპის რეფორმები იგეგმება, მთავარი არგუმენტია ხოლმე და ესე იგი ბავშვს ნაკლები შესაძლებლობა და თავისუფლება აქვს, რომ რაც მისი მოწოდებაა, რაც მისი ინტერესი აქვს, იმ კუთხით განავითაროს კარიერა და თავის პიროვნული განვითარება. და საქმე ის არის, რომ ყველა ფაკულტეტს არ იმეორებს ხო სახელმწიფო უნივერსიტეტები. ანუ შეიძლება თქვას, რომ ერთ-ერთი ფაკულტეტებიც ხო არის იქაც და იქაც, თქვა იურიდიული იქაც არის, იქაც არის, მაგრამ არის ეს სპეციალობები, რომელსაც არ მეორდება, ხო? ეგეც არის და მეორე კიდე თანხის მომენტია, ხო, ის გრანტის სისტემა იყო მორგებული იმას, რომ როდესაც სხვადასხვა არჩევანია და იქ ხარისხიც განსხვავდება, ხო, ფაკულტეტების მიხედვით, ბავშვს მეტი შესაძლებლობა, აბიტურიენტს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ აერჩია ის, რაც მას უნდოდა და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციული იყო მის დახელოვნებასთან იმ დარგში და მის პროფესიულ განვითარებასთან. უბრალოდ თავარი დანაშაული ახლა ყველაფრის ეს არის, რომ ბავშვის ინტერესი, შესაძლებლობა და ეს სხვა აქცენტებით არის დაწყებული ეს რეფორმა და ეს საერთოდ გამოტოვებულია და ნუ ძალიან ბევრი შეიძლება იფიქროს ადამიანმა რა არის ეს თავარი აქცენტი, მაგრამ რეალურად რაც არ უნდა იფიქრო, ბევრი ფაქტორის გამოყოფა შეიძლება, მაგრამ ერთხელ ნაპოლეონმა კითხა თავის მარშალ ნეის, რომ მითხარით ციხესიმაგრე რატო ჩააბარეო და ნუ დავიწყოთ 1000 მიზეზი მაქვს, დავიწყოთ იმითიო, რომ ტყვიაწაბალი არ გქონდაო, თქო მეორე აღარ თქვა. ანუ დაახლოებით ასე უნდა რა არის ეს თავარი მამოძრავებელი, რითაც ეს აბსოლუტურად პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული. აი თუ დააკვირდებით, რომ რითის ცდილობენ შექმნან რეფორმის წესრიგი და ამ რეფორმის წესრიგში განათლების განზომილება საერთოდ არ არის. ანუ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი რეფორმა აქვს აღებული, რომელიც გატარდა 2004-დან 9 წლებში და სარკისებური ეფექტით იქ რაც იყო იმის საწინააღმდეგოზე რეაგირებენ და ამით ეზაზე რომ თქვი იყო მაშინ რომ 12 კლასი დაემატა ჩამოაჭრეს მე-11 დატოვეს სახელმწიფო რამდენიმე იწერებოდა ერთი დატოვეს ხო 4+2 მაგისტრატურა შემოვიდა ეს კრედიტების სისტემა შეცვალა საზღვარგარეთ ბევრი ბავშვი ანუ ესე იგი აქ გათვლა რაზეა ძალიან პრიმიტიულად რომ საბჭოთა ნოსტალგიურად თუ რა ვიცი წინა რეჟიმის მიმართ სუდად განწყობილი ადამიანების ხმების მონადირება უნდა და ეს არის საერთოდ დღის წესრიგის ნაწილი რომ ხელ თავის პოლიტიკურ პიარს ართული ოცნება ხო იმაზე აწყობს რომ ნაციონალური მოძრაობა მოbrunდება რომელიც და ამის შთაბეჭდილება უნდა შექმნან. ეხლა ჩემთვის ცოტა გასაგებია დაუშვათ თუ კი ადამიანი რომელიც შორს არის განათლების სისტემიდან ამით მოტყუდება და ამას საერთო ფერხულში განიხილავს რომ აი ზოგადად ყველა სფეროში ხდება ესეთი რაღაცეები და განათლებაში წესია, მაგრამ ვინც განათლების სპეციალისტია, ლექტორია, მასწავლებელია, განათლების სამინისტროს მუშაკია, იმათმა ხო ყველა ბორჯერული 4-ვით იცის რომ ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის რეფორმა ამ თვალს უყურებთ რაღაც პოლიტიკურ განათლება, რომელიც არც არის შეფუთული როგორც განათლების რეფორმა. აი მაგალითად დებატები რო იყო თუ გახსოვთ იმენზე კობახიძეს რომ ოპონენტები ყავდა მოწვეული და რაღაც რომ აი გადასახელდა იქ იმათ რატო ვატარებთ რეფორმასო ხო ერთი იყო რომ კონცენტრაცია უნდა მოახდინოთო ბევრი ლექტორი ყავსო და ცოტაო და აი ასეთი ტიპის აგუნდა და მეორე შრომითი ბაზარი ვიკვლიეთო ეხლა არც ის შრომითი ბაზრის კვლევა უნახავს ვინმე არც ის აუხსნია რომ ეს კონცენტრაცია განათლების ხარისხს როგორ გაზრდის ხო ანუ ძალიან ზედაპირული დასკვნებით ანუ ჩვეულებრივად ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი ერთი მეორეს რო ეტყვის რომ დისერტაციების ხარისხმა დაიწია ვიღაცა იტყვის ვიღაცა ასეთი ტიპის არგუმენტებით იქნება და წინადადში არც კონცეპტუალური დოკუმენტებს ქვია კონცეპტუალური დოკუმენტები და არც არაფერი და უბრალოდ ძალიან შეურაცხყოფელია ეს როდესაც აღნიშნულს არ მიემართება ხო როდესაც სახელდება რაღაცა როგორც რეფორმაში შეიძლება თქვა კონკრეტულად რა არ მოგწონთ მაგალითად პირველ რიგში არ მომწონს ის რომ განათლების შინაარსებს ეს საერთოდ არ ეხება ხო ანუ საუბარი არის წმინდა ტექნიკურ ადმინისტრაციულ საკითხებზე რომელიც არაფერ შუაში არ არის განათლების ხარისხთან ხო ანუ რაღაცა წლები აკლდება რაღაცას ემატება და ეს წლები ან რას რგებდა და ან მოკლება რას ან უკვე 3 წლიანი ბაკალავრი იქნება ხო ამას ამბობენ ასე ხო და ეგ ერთი და მეორე არა დაასრულე მე დავამატებ ის შრომის ბაზართან დაკავშირებით ნუ მეორე რაც მთავარია არის რომ მოსწავლეა გამოტოვებული და მესამე ამ რეფორმას საფუძვლად უნდა ედოს ან უდევს სკოლის რეფორმა ხო და ამაზე ცედარებით ნაკლებია პრესაში და ტელევიზიაში და თვით პოზიციურად განწყობილი ექსპერტების მხრიდანაც ლაპარაკი, მაგრამ იქ კიდევ უფრო მეტი საშინელება ხდება ხო სკოლის რეფორმაში, იმიტომ რომ სკოლა საერთოდ აი მე-12 კლასი მაგალითად თქვეს რომ უნდა მოხსნათო ხო, მე ვითომ დააბრუნეს. აი მე თქვეს რომ მე-11 კლასი უნდა გახდეს რეპეტიტორიუმი, ანუ რეპეტიტორობის იდეით ამახინჯებენ სკოლის მიზანს და მისიას. საშუალო საფეხური
მსახური ხო ანუ მე-11 მე-12 კლასი რაც იყო ადრე და საერთოდ მოშალეს იქ რაღაც პროფესიული განა მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს ვარაუდი რჩება იმიტომ რომ სასწავლო გეგმა ანუ შინაარსობრივი დოკუმენტი რომელიც გვაჩვენებდა რომ როგორი უნდა იყოს სასწავლო სისტემა და პროცესი არჩევითი მე-12 კლასით მე-11 კლასის რეპეტიტორიუმის მიზნებს რო ემსახურება და ეგეთი მე-11 საშუალო საფეხურის კომპონენტი როგორი უნდა იყოს მე-10 კლასში საერთოდ თქვენს ფუნდამენტურ საგნებს ვაძლიერებთ ხო და თითოეულ ბადეში სად არის ამდენი გაძლიერების ადგილი ანუ ჩვენ არ გვინახავს შინაარსობრივი დოკუმენტი რომელიც აი მე ფიზიკის მასწავლებლებს მე მოქალაქეობის მასწავლებლებს მე ისტორიის მასწავლებლებს ამიხსნიდა ჩემი საგნის ვითარებაში ჩემი სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში საუბარია იქაც პირველ კლასელთა რეგისტრაციებზე წიგნი 4 დაწერს თუ 1 დაწერს და ასეთი ტიპის PR ლოზუნგ ფორმა ეცმება ბავშვს თუ არ ეცმება და ასეთი PR ტიპის ლოზუნგები თუნდაც შექმნა ასეთი ეს კომპონენტი განათლების ხარისხთან და შინაარსთან ეს არის PR ლოზუნგების კრებული რომლის გენერირებაც ხდება მიზნობრივად 12 წელი იქნება 11 წელი ეს ხარისხნა არა როგორ არ არის ხარისხთან შეიძლება გაუარესოს არა დასაბუთება ხო არ ხდება რომ ხარისხის რაღაც ნიშნულებით იყოს საჭირო მე-12 კლასის მოხსნა ანუ დასაბუთების ნაწილი საერთოდ არ აქვს სკოლის ნაწილს და იქ რაღაც ფორმალურ დასაბუთებას გაიცვედავთ უმაღლესებთან მიმართებით რასაც არც ქვია სამეცნიერო ენაზე დასაბუთება მაგრამ აქ საერთოდ ეს აბსოლუტურად სწორი მიგნება რომ მე-12 კლასთან დაკავშირებით ერთადერთი დასაბუთება ის არის და ნიკოც დამეთანხმება რომ აი არ ვიცი რაში წერია საერთოდ აკადემიურობას თავი დავანებოთ რომ აი არ ვიცი მაღალი თანამდებობის გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოდიან და არგუმენტად მოაქვს შემდეგი მაინც არაფერს არ აკეთებენ მე-12 კლასში ეს არის გამოუგნებელი იმავე ლოგიკით მერაბ მაინც არაფერს არ გააკეთებენ მე-11-ში იმიტომ რომ ის იქნება დამამთავრებელი მე მაინც არაფერს მე-10-ში და რა ვიცი არ არის საჭირო მაშინ ეს რეფორმა არის რომ ახსნა გავაკეთო იმისთვის რომ იარო და რაც მე-11 კლასიც რეპეტიტორიუმად აქცია შესაბამისად ნიშნავს რომ ეხლა ვინც კერძო რეპეტიტორთან დადის შეიძლება არც იაროს ხო მე-11 კლასში რაღაც უნდა საკუთარი ჩვენ არ ვიცით ეს რას ნიშნავს იმიტომ რომ არავის უჩვენებია დოკუმენტი ხო როგორ იქნება ეს რეპეტიტორიუმი ხო როგორ ქვია რეპეტიტორიუმი დაკნინება და დამცირება ენის გასატეხი კი მოგვიგონა და ეხლა რაც შეეხება ამ უმაღლესი განათლების ნაწილს ახსენე კიდევაც რომ ფორმალურად რაღაც არგუმენტები არსებობს და ის ერთი არგუმენტი იყო შრომის ბაზარი ახსენა ნიკომ და აი აქ უნდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ აი სწორედ კიდევ ის ერთი ტყუილი ოცნების ამ რეფორმისა რომ ატყუებენ მშობლებსაც ატყუებენ და რაც თავარია სტუდენტებს ატყუებენ რომ როგორ წარმოგიდგენიათ მე რა აი არ არის ეს პათეტიკა, არ არის პოლიტიკა, ჩვეულებრივი მე 2 შვილის დედა ვარ და სტუდენტები იყვნენ, კი დაასრულეს, მაგრამ ხო გავიარე ეს პროცესი და აი რატო უნდა მომატყუოს და მოვატყუებინო თავი და მეუბნებოდეს რომ არა შინაგანი მოტივაციით არჩეული და გამოშვებული სპეციალისტი როგორ იქნება კვალიფიციური თუ შრომით ბაზარზე ზრუნავენ არა მარტო რაოდენობრივად, არამედ ხო იკვლიეს და შინაარსობრივად რა საჭიროებები აქვს შრომის ბაზარს და ასე როგორ გითხრათ HR-ზე შემთხვევითი არჩევის პრინციპით შერჩეული პროფესია როგორ იქნება ხარისხიანი აი ესეც შემდეგი ტყუილი კიდევ ის ტყუილი რაც უკვე ვახსენეთ მაგრამ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება რომ ეს სახელმწიფოს ვაუჩერული დაფინანსება აღარ იქნება და სტუდენტი ამ ისედაც ძალიან მწირი 2250 ლარი იყო წელიწადში ვერ იმოძრაებს ესე იგი ვერ იქნება მუდმივ რეჟიმში განვითარებადი ხო შეიძლება რომ მას პროფესიის შეცვლა მოუნდეს კვალიფიკაციის შეცვლა მოუნდეს, ხარისხის შეცვლა მოუნდეს, მივიდეს იქამდე რომ აღარ უნდა ჯავახიშვილის სწავლა და უნდა კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ არა აქვს რესურსი და ეს მცირე რესურსი დაეხმარება და ატარებდა წრეზე ამ რესურსს მობილობით და ესეც მოუსწრეს და ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ ვახსენე ნორვეგია, ტყუილ არ მიხსენებია. იქ უფასო სწავლება დაფუძნებულია სოციალურ უფლებაზე და აქ განათლება სოციალური უფლება კი აღარ არის პრივილეგია დიდრებისთვის ან მათთან დაახლოებული პირების ასე გამოვიდა ეს ყველაფერი და აი ბარემ პრესტიჟულ უნივერსიტეტს რომელიც ითვლება ვთქვათ ახლა ხო რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი არის ასეთ ხო კავკასია იქნება თავისუფლად უნივერსიტეტი იქნება და ნუ რამდენიმე კიდევ იქ ახლა თუ ფული არ გაქვს ვერ მოხვდება უკვე აქამდე თუ ფული არ ქონდა
რაღაც ნახევარს მაინც გიფინანსებდა სახელმწიფო, ეხლა თუ ფული არ არის. და მაგ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, თუ ფული არ აქვს ვერ მოხვდები და მეორე მომენტი, რომ ამის ფონზე კერძო უნივერსიტეტებს უწევთ ესე გადასახადის გაზრდა და რომ ეხლა ძალიან დიდ ბუღალტერიაში რო არ შევიდეთ, საშუალოდ ესა თუ ის სპეციალობები გაიზარდა 800-900 ლარით, აი 800-დან 1500 ლარამდე მერყეობს საშუალო მაჩვენებელი გაზრდა. რადგან შემცირდება სტუდენტების რაოდენობა. შემცირდება და მათი თვითღირე ხო უნდა დააბალანსონ ის ესე ვთქვათ ხარჯი და მარტივი მათემატიკა. ასე რომ თელს დიდ ფართო დიდ სურათშიც ეს ყველაფერი ვერც ეკონომიკურ შედეგს მოგცემს, ვერც მით უფრო სოციალურს, არ არის სოციალური პასუხისგებლობა და არის ის ერთადერთი და ნიკომაც ახსენა ეს კითხვა რო დასვი მერაბ და რატომო და ერთადერთი რატომ არსებობს და ამაზე პასუხი იმიტომ რომ ყველაფერი ის რაც ეხება ახალ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და ეს არის ის მომენტუმი დღეს საქართველოში დაიწყება სტუდენტებიდან და აი ამ სტუდენტების დიდი გუნდის რაღაცნაირად ოცნებას თავის კლანჭებ ქვეშ მოქცევა უნდა რომ მათ უბრალოდ გასაქანი აღარ ექნებათ, იმიტომ რომ მესმის მე ყველასაც გავიგებ, იმიტომ რომ უნდათ მათ ხო უნდათ დაამთავრონ უმაღლესი და რაღაცნაირად ამ ხელოვნურ ბარიერებში შეიძლება ნეფსით თუ უნებლიეთ მოექცნენ. და მე ამ შემთხვევაში დამრჩება ის თემა სოხუმის უნივერსიტეტის, თუ გინებავთ ახლავე მოგახსენებთ თუ არა და ნიკოს კომენტარის შემდეგ გავაგრძელებ. რა, შეგვიძლია ვთქვათ ახლა, შეგვიძლია შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ ნელ-ნელა. ბატონო ნიკო, თქვენც მითხარით, ანუ აი აქ მთავარ პრობლემაა, რომ ასე ვთქვათ, შევაჯამოთ თავარ პრობლემას, რას ხედავთ აი ამ რეფორმაში და სამთავარი შედეგი რა შეიძლება დადგეს ამ რეფორმიდან გამომდინარე. როდესაც ასეთი ამორფული მოცემულობით კეთდება რაღაცა, ხო? პირობითად გაკეთება, ხო? პროგნოზი როგორ და გაკეთო არ ხდება, მიზეშედეგობრივი კავშირები და კორელაციები აქ ხო არ ჩანს და არც ფიქრობს ამაზე არავინ და როგორ ცოტა ძნელია, დიდი ფუფუნება იქნებოდა ამ რეფორმისთვის. მაგრამ აქ რა ხდება, თავარი რაც ხდება და უკვე მომხდარია, თქვენ მაგას ბოლომდე არა, მაგრამ მეტწილად ეს არის ინსტიტუციური ჩამოშლა და განადგურება სისტემის. ანუ ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, აი წეღანიც რაზეც ქონდა აქცენტი, რომ ზედმეტად მარტივად, ზედაპირულად, პოპულისტურად და ლოზუნგების ფორმატში ხდება დღის რეფორმის დღის წესრიგის შექმნა და სახელი ერქმევა რეფორმისა იმას, რაც არ არის რეფორმა. კაი, დაუშვათ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ეს მოუნდეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ამ დროს ხდება კითხვა, რომ სად არის ის საგანმანათლებლო პროფილისა და შინაარსის ინსტიტუციები, რომლებსაც მართავთ სამსიკითხის სიღრმისა და მთელი წახნაგების გამოჩენა. ხო, აი მაგალითისთვის ვთქვათ, სამინისტროში ჩვენთან განათლებასთან არსებობს ხარისხის ბართვისა და განვითარების ცენტრი. ერთი უნივერსიტეტი არ არის საქართველოში, რომელთანაც დისკუსია და დავა არ ქონიათ, რომ როგორ ასწრებთ ამ კომპეტენციების ათვისებას ამ მცირე დროში. ერთი უნივერსიტეტი არ შეხვდება რექტორებს, რომ სილაბუსები არ გადააწერინეს იმ ნიშნით, რომ აი როგორ გადიხართ ამ შედეგზე, ამ შინაარსებს, რომ აი რაღაც ასეთი იქაც ახლა სიმართლე რო ითქვას, ხშირად ზედაპირული ლაპარაკიც ხდება, მაგრამ ხო არის, სად არის ეს ცენტრი და სად არის პასუხი კითხვაზე, თუ 4 წელიწადში და 4+2-ის ფორმატში ვერ ესწრებოდა შედეგის მიცემა 3+1-ში დადგება ეს შედეგი არსებობს მეორე ინსტიტუტში. ანუ ფაქტობრივად ეხლა თუ სკოლაში სწავლა იყო 12 წლიანი ხდება 11 წლიანი, ბაკალავრი იყო 4 წლიანი ხდება 3 წლიანი, მაგისტრატურა იყო 2 წლიანი. ხო, ანუ გათვლა არის წელი არ ხდება ფაქტობრივად. მშობლების პიარზია გათვლა, რომ თითქოს ახლა რაზეა მარტივი შეშმაკობა, რომ თითქოს 4 წელს კი არ გადავიხდი, 6 წელიწადს კი არა, 4 წელიწადს გადავიხდი ფულს, 12 წელი კი არ ვარჩენ ბავშვს, 11 წელი ვარჩენ და თითქოს ეკონომიკურ მომენტზეა გათვლა და განათლების ხარისხი რა შუაშია უგუნთ. ანუ განათლების ხარისხი მაინც არ გვაქვს და არც გვექნება და მოდი ნაკლები ფული გადავიხადოთ, ეს არის ლოგიკა. კაი, ეს დაუშვათ მთავრობას უნდა, მაგრამ ახლა მეორე კითხვა ხდება, სამინისტროში არსებობს კიდევ მეორე დეპარტამენტი, რომელიც არის რომელიც გაკეთდა იმისთვის სავარაუდოდ, რომ რაღაცა თქვენს რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი სულ უფასო იქნებაო, იქ რო ხარჯები შემცირდეს, ხო? სკოლაში შემცირდება ხარჯები, სახელმწიფო სადაც აფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეუცირდება სახელმწიფოს ხარჯები. სახელმწიფოს და თანაც ამათ უნდათ რომ პიარ ლოზუნგი გათამაშდეს, რომ მშობლებსაც იფიქრონ, რომ ნაკლები ხარჯი გვექნება. უნივერსიტეტში მიდის, იმასაც ნუ შეუმცირდება ამ კუთხით. ახლა წლიური გადასახადი გაიზარდა, როგორც თქვით და
ნახევარს თუ გრანტს იხდი და ახლა ვეღარ გადაიხდის, მაგრამ იქ ვიც სწავლობს იმასაც ხო გადაუკეთებენ სამს პლუს ერთზე და რაღაც შეღავათი და აი საერთოდ ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს ისა მე რა ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა უკვე დრო არ გვეყოფა იგივე დემოგრაფიული პრობლემა ეროვნულ უსაფრთხოებაზე რო საუბრობენ ეროვნული უსაფრთხოების წინსწრები რა არის დემოგრაფიული უსაფრთხოება, სად არის დემოგრაფიული უსაფრთხოება? ესე იგი, ამ რეფორმით შენ პირდაპირ მოუწოდებ რეგიონებიდან დაცვას იმ ახალგაზრდობის, ხო? და რატო? იმიტომ რომ ასე მაგალითად პირობითად ავიღოთ გორის უნივერსიტეტი პირობითად, ხო? სადაც რაღაც მიმართულებები მილევად რეჟიმში გადავა, გამოდის რომ იქაური იმ რეგიონის სტუდენტი, ესე ვთქვათ, იძულებულია წავიდეს ასე მაგალითად ქუთაისში. იქნება და არ უნდა. ანუ ეს მის მთელ დაგეგმას მომავალი ცხოვრებისას რევს და რა თქმა უნდა მის დემოგრაფიულ ქცევაზეც მოქმედებს. ეს ხო ცოტა ფართო თემაა. მოდი ფართო თემა კი არის, მაგრამ თავარი პრობლემა მაინც მანდ არის ის, რომ ეს ახლა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და ინფორმაციის სიმწირის პირობებში რამდენი ვარაუდი შემოყავს, ხო? ეს ხო უნდა გარჩეულიყო სამინისტროში იმ უწყებებში, რომლებიც ხელფას მხოლოდ მაგაში იხდიან, რომ ეს რისკები დააზღვიონ, შესაძლებლობები გამოაჩინონ. ვახსენეთ ხარისხის ცენტრი, ხო, კიდევ არის უმაღლესი განათლების დეპარტამენტი მაგალითად სამინისტროში, აბსოლუტურად ატროფირებული ორგანო, რომელიც უბრალოდ გამტარია რაღაცები. სად არის ეს განხილვა? არის ეროვნული სასწავლებლების დეპარტამენტი, სადაც ჩვენც მუშაობდით იყო, რომელიც ვითომ საშუალო საფეხურისა და სკოლის მას. აი ყველა გაჩუმებულია და ანუ თავის მოქალაქეობრივ პოზიციას არ აფიქსირებენ, არ აკეთებენ თავის საქმეს რაც ევალებათ, თორე ეს კითხვები რომ დაისმოდეს ინსტიტუციურ დონეზე, იგივე ქართული ოცნებისთვისაც ძალიან ძნელი იქნებოდა და შავი ხო, სოხუმის უნივერსიტეტზე რა მინდა, იცით, რითაც დავიწყე, რომ ეს რომ არის პარტიული რეფორმა და არ არის ნამდვილი რეფორმა, ისიც ამბობს, რომ სოხუმის უნივერსიტეტს მოექცევიან ისე, როგორც ექცევიან, იმიტომ რომ დიახაც ძალიან ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ სოხუმის უნივერსიტეტის ფენომენი დიახაც პოლიტიკური მდგენელია და ეს არ არის მარტო საგანმანათლებლო მდგენელი და იქ მილევად რეჟიმში ფაქტიურად გაუქმეს და 1932 წელს, როდესაც აფხაზეთში სოხუმის უნივერსიტეტის წინარე პედაგოგიური ინსტიტუტი შეიქმნა, ფაქტიურად იმ პირველ წყაროს უბრუნებენ იმის მაგივრად, რომ ის საწყისი მარცვალი, რომელიც მაშინ ჩაიდო, ევოლუციურად განვითარებულიყო და გაძლიერებულიყო და თუნდაც და ამას დარწმუნებული ვარ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ტექნიკური ილია-უნს ყველა გაიგებდა სოხუმის უნივერსიტეტისკენ მიმართულიყო ყველა ფინანსური რესურსი, ემოციური რესურსი, პრაგმატული თუ არა პრაგმატული, იმიტომ რომ ეს არის აფხაზეთის თემის პოლიტიკური მდგენელის გაძლიერება. ამის მაგიერ გააკეთეს ის რაც გააკეთეს და არ უნდა ამას რუსუდანი საუბრობს თუ ნიკო თუ ბატონი მერაბი შედით სოციალურ ქსელში ნებისმიერ პლატფორმაზე არის პატარა რეკლამები ახალგაზრდების მიერ ჩაწერილი და მოუწოდებენ მოსკოვში უფასო სწავლებასთან დაკავშირებით იმის მაგივრად რომ სოხუმის უნივერსიტეტი საქართველოში მის დედაქალაქ თბილისში პოლიტიკურ მიზიდულობის ცენტრად ექციათ და აი სად არის ინტეგრაცია სოციალური პოლიტიკური ინტეგრაცია ეს არის პიკია მანამდე უნდა მოხდეს სოციალური ეკონომიკური ინტეგრაცია და დიდი დოზით საგანმანათლებლო ინტეგრაცია აფხაზეთში ცხოვრები აფხაზებისა და აი ეს უნდა გამოეყენებინათ ამის მაგერ ხდება ის რაც ხდება და არ ვიცი მე ხა მოწოდება ესეთი ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ მე პირადად მივცემ თავს უფლებას რომ თქვა რომ სოხუმის უნივერსიტეტის თან დაკავშირებით პროტესტი არ იყო კმარი და ამ წუთშიც არ არის კმარი მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს რომ იგივე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ის დიდი კოჰორტა ისტორიულად რომელიც იყო არის და იქნება აუცილებლად ახალგაზრდა თაობები გააგრძელებს ამაზე ინტენსიურად საუბრობენ და ეს საუბრები შედგა ეს შეხვედრები შედგა და კიდევ გავიმეორებ მე ბოდიშის მოხდით რომ შეიძლება ხარ ემოციურად გამომდის მაგრამ თუ ოდნავი პრეტენზია გაქვს მოაზროვნე სახელმწიფოსთან მიმართ და ფიქრობ რომ შეხარ მოაზროვნე სახელმწიფო ესეთი მოწყვლადი და სენსიტიური თემა რომელიც რა თქმა უნდა გამოწვევაა პოლიტიკური უნდა გადააქციოს შენ შესაძლებლობად პოლიტიკურ შესაძლებლობად იმ დიდიასთან მიმართებაში რომელსაც ქვია ერთიანი ძლიერი საქართველოს იდეა ძალიან დიდი მადლობა და მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის ნიკოლოზ სილაგაძე და რუსუდან თევზაძე განათლების საკითხების სპეციალისტები იყვნენ ჩვენი სტუმრები რეკლამის შემდეგ ჩვენ სხვა პოლიტიკურ თემებს დავუბრუნდებით ლელო ძლიერი საქართველოსთვის ითხოვს რომ ანაკლიის სპორტ ტრამპის სახელი
დაერქვას. რატომ ვითხოვენ ამას? ამას შესახებ რეკლამის შემდეგ სწორედ ლელოს წარმომადგენელი გვეტყვის. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ირაკლი კუპრაძე ლელოს გენერალური მდივანი აცხადებს, მიმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ანაკლის სპორტს დაერქვას ტრამპის სახელი და გახდეს ტრამპის გზის კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას. ასეთი იდეით გამოვიდა დღეს ლელოს ლერი საქართველოსთვის. სწორედ ლელოს წარმომადგენელი ლანა გალდავა არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ქალთა ლანა. და ეს იდეა რა შვაშია ტრამპი, რატომ ტრამპის ასე ვთქვათ სახელი და რატომ მოგივიდათ ასეთი იდეა საერთოდ მოდით ამაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. ძლიერი საქართველოს ლელო მუდამ იყო, არის და იქნება ანაკლის პროექტის მთავარი ხარდამჭერი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. ანაკლი არის კავკასიის კარიბჭე. ანაკლის პროექტი და ქალაქი ანაკლის მშენებლობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ანაკლი აშენდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს უნდა მიიღო ანაკლიას პირველი გემი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლობამ დასავლელი ინვესტორები, როგორიც იყო კონტეჯ გუფი, SSA, მარინი, ასევე ცერბერუსი, რომელიც უნდა შემოსულიყო, ისინი გააქცია, მათი ქონების და ინვესტიციების ექსპროპრიაციაც მოახდინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს უკვე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უფრო მეტად იძენს ანაკლის პროექტი. ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, განსაკუთრებით იმ კონფლიქტების, რომელიც არსებობს რეგიონში, განსაკუთრებით ირანის კრიზისის შემდეგ და მას შემდეგ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში დაანონსდა ტრამპის გზა და ტრამპის მარშრუტი და ეს შესაძლებლობა ქვეყნისათვის, რადგანაც სომხეთი აზერბაიჯანის მიმართულებით ამ შეთანხმებებმა გამოიწვია ის, რომ ახალი სატრანზიტო ფუნქციები გაიხსნა და აუცილებელია, რომ ამ ტრამპის გზამ არა უაროს გვერდის საქართველოს იყოს მაქსიმალურად ჩართული და სწორედ ეს ანაკლის პროექტი და ქალაქი ანაკლის მშენებლობა უნდა გახდეს კარიბჭე ტრამპის გზისთვის. ხო, ნუ გასაგებია, მაგრამ ეს რა შეცვლის რეალურად ახლა თქვენი გადმოსახედიდან, ანუ ეს იდეა რას მოუტანს ქვეყანას, ან რატო წარმოგიდგენიათ, რომ ამან შეიძლება რამე ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს, თუ სახელს თუ დაარქმევ მაგალითად, ამერიკელები დაინტერესდებიან თუ რა მოხდება? ამერიკელები ისედაც დაინტერესებულები არიან ანაკლის პროექტით. ახლა შეიძლება თქვენ ქართული ოცნების ნარატივი ამოდმევათ, რომ თითქოს დასავლელი პარტნიორები არ ინტერესდებიან თურმე ანაკლის პროექტით, მაგრამ თქვენ იცით და ნანახი აქვს ყველას, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებშიც მაიკ პომპეოს განცხადებები 2019 წელს, როდესაც პრემიერი ბახტაძე იყო ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც თვითონ მაიკ პომპეო იყო ჩამოსული 2020 წელს საქართველოში, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ანაკლის პროექტს და განსაკუთრებით დასავლური ინვესტიციების მიმართულებით, რომ უცხო ქვეყნების მავნე გავლენები არ ყოფილიყო. ამ ადმინისტრაციის პირობებში თქვენ ნახეთ ხომ, რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და ისინი ჩავიდნენ ანაკლიაში. ანუ ეს ინტერესი არ განელებულა და ცხადი არ განელდება, უფრო და უფრო მეტად იმატებს ინტერესი შავი ზღვის მიმართულებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით და სწორედ ანაკლია გახლავთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. ეს არის ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს დასავლური ინვესტიციებით და აუცილებელი არის, რომ ეს პროექტი და ამ პროექტში ყველა ხელშეკრულება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, რომ ესევე ფეიქ კამპანიების ნაწილი არ გახდეს ანაკლის პროექტის მშენებლობაც, როგორც სხვა რაღაც დაანონსებული პროექტები და არ დაგავიწყდეთ ის ფაქტორიც, რომ ანაკლის პროექტი და ზოგადად ანაკლია საქართველოს კონსტიტუციაშიც კი არის ჩადებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მოიტანს ქვეყანაში რეალურ მშვიდობას უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მიმართულებით და ეს არის რეალურად დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიც, რადგანაც რამდენიმე კილომეტრში არის აფხაზეთი და ჩვენ გახსოვთ, როდესაც ლევო ძლიერი საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება იყო ანაკლიაში, უამრავი ჩვენი
თანამოქალაქე იყო გადმოსული აფხაზეთიდან და ისინი როგორ ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ძლიერი ეკონომიკის და ძლიერი საქართველოს საწინდარი, რა თქმა უნდა იყოს ისეთი მნიშვნელობის პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია. ხარა, გასაგებია რომ მნიშვნელოვანი ამაზე ყველა თან ხდება, ხო? ხელისუფლებაც არ უარყოფს ამას, რომ მნიშვნელოვანი. უბრალოდ შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკელები არ დაინტერესდნენ ამ. როგორ არ დაინტერესდნენ, როდესაც ამერიკელი ინვესტორები ვერ დავაინტერესდნენ. და ეცით რა არის, ვერც ხაზარაზე დაინტერესდნენ. აგერ ჩამოგითვალეთ, რომ ჩამოსულები იყვნენ და შეტანილი ჰქონდათ ინვესტიცია, კონტი ჯგუფს, ასევე იყო SSA მარინი, ცერბურუსთან იყო მოლაპარაკებები. ამის შემდეგ პომპეო გამოვიდა, ამის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ თავარი იცით რა არის, როდესაც ინვესტორები გაყარეს საქართველოდან, ამის შემდეგ უკვე საუბარი ახალი ინვესტიციების შემოსვლაზე არის ცოტა რთული და რთულს რა გულისხმობ? აი მაგალითად გუშინ ჩამოსული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი და რეალურად ნახეთ, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღები ხო ყოველთვის ვიცოდით და დღესაც ვიცით არის ბიზინა ივანიშვილი, ხო პრემიერები იცვლებიან, არა მხოლოდ იცვლებიან პრემიერები და უმაღლესი თანამდებობის პოლიტიკური პირები ციხეებში ხვდებიან და გარანტია აუცილებელია, რომ ინვესტორებს ქონდეს გარანტია ინვესტორებისათვის რა არის, ხომ? სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი სასამართლო, სამართლიანი კანონები, ინვესტიციების დაცულობა, დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე, კონტრაქტების ტრანსპარენტულობა და როდესაც ეს ნაწილები არის უგულებელყოფილი და როდესაც ამერიკული ინტერესები და დასავლური ინვესტორები გაყრილები არიან ქვეყნიდან, აი ამის შემდეგ რთულია მათთვის ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან საუბარი, თუმცა ის რომ ისინი არიან ქართულ ხალხთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მათთვის თავად პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად შავი ზღვის რეგიონი და შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამას არავინ არ დაალობს და მათი ვიზიტის პრიორიტეტიც მოწმობს, რომ ჩამოვიდნენ, ეს ბოლო პერიოდში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი, ჩამოვიდნენ და წავიდნენ ანაკლიაში. ხო, ჩამოვიდნენ, წავიდნენ ანაკლიაში, მაგრამ რა როგორ იქნება, არ ვიცი, ერთ კვირაში კი ჩამოდისო დელეგაცია გვითხრეს, ხო, რაღაც უფრო პოლიტიკური მიზნებით როგორც ხდება, მაგრამ ამ ყველაფერს ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად, ასე, ხო? სტრატეგიული მდებარეობა ჩვენ ჩინეთის შემოყვანა იგეგმებოდა ანაკლის პროექტში, როგორც ნახეთ ჩვენ ჩინური კომპანიის, მაგრამ ეს პროცესი გაჩერდა, როგორც ხდება. თუ გაქვთ ინფორმაცია რატო გაჩერდა, ერთი ეს და მეორე რამდენად შეიძლება ამ თემით, თქვა, ხელისუფლება მოახერხოს ამერიკასთან ვაჭრობა და რაღაც პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვა. ასეთ ფეიქ პროცესები და ფეიქ სიტუაციები ჩინეთისთვისაც კი მიუღებელი არის და რაც შეეხება გადატვირთვებს და ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას, როგორც ამას ქართული ოცნების სპიკერები ამბობენ მუდმივად, შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, თუ არ გადაიდგა რეალური ნაბიჯები. რეალური ნაბიჯების გადადგმის საშუალება აქვს მხოლოდ ქართულ ოცნებას, რადგანაც ბურთი არის მათ მოედანზე. თუ მათ არ შეასრულეს ის პირობები, რაც არის აუცილებელი დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღისათვის, რაც არის აუცილებელი დეპოლარიზაციის მიმართულებით, რაც არის თავისუფალი სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არადემოკრატიული, გაუმჭვირვალე, ანტიკონსტიტუციური, რეპრესიული კანონების გაუქმება, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი პარტიების გაუქმების შესახებ საჩივრების გამოტანა და ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრი რამ არის შესასრულებელი, მაგრამ პოლიტიკური ნება მათი მხრიდან გამოსავლელი იმისათვის, რომ გადადგან ეს ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, ისე ამერიკის შეერთებული შტატები სუფთა ფურცლიდან სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან არ დაიწყებს და ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან. ხო, მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ხედავთ რეგიონში რაც ხდება, ხო? ირანში ახლა ომია, ვითარება ძალიან მწვავე არის და ამ მიმართულებით შეიძლება გახდეს, ხო? საქართველოს მისი მდებარეობა ხელსაყრელი ამერიკისთვის. და აქ შეიძლება კონდეს ოცნებას რაღაც შანსი, არ მეთანხმებით. თქვენ გულისხმობთ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ასევე სიტუაციურ პარტნიორობას. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტრატეგიული მიზნები და სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც გაწერილი არის ათწლეულობით და ისინი იმ ამოცანებს, რაც არის ქართული ხალხის მხარდაჭერა, საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახურში ყოფნა, იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, როგორც დიპლომატიური მიმართულებით
მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, ამას არავითარ შემთხვევაში არ ანაცვალებენ რაღაც კონკრეტულ მოკლებადიან პერსპექტივებს. მათთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული პროცესები, აუცილებელია მათთვის, რომ და მუდმივად აქვთ ეს გაცხადებული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ამ ქვეყანაში არის მუდმივი რყევები, ამ ქვეყანაში ისინი იმასაც კი ვერ ხედავენ, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრები და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს რაღაც სტაბილურობა ქონდეთ და ციკლურობა მაინც იყოს რაღაც პერიოდში, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეების, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების, ამიტომაც მათთვის გადამწყვეტი არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს ნაბიჯები იციან, რაც არის გადასადგმელი, ამიტომაც თუ გადადგამენ ამ ნაბიჯებს, ამ შემთხვევაში დაიწყება ისევ სტრატეგიული პარტნიორობის ხელახლა ათვლა. და თუ არ გადადგამენ, რა თქმა უნდა, ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან არ დაიწყება თანამშრომლობა. და ტრამპის სახელს თუ დაარქმევენ, პორტს მე რა ხდება? იცით რა არის ტრამპის სახელი, რო ვთქვათ, ტრამპის გზაქვია იმ პროექტს, რაც არის მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი და ეს შანსი გაჩნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ. შეუძლებელია და არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ამ მოლაპარაკებებმა და ამ გზამ აუაროს საქართველოს. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და არ მხოლოდ ჩართული უნდა იყოს. სწორედ ანაკლია უნდა გახდეს კარიბჭე ტრამპის გზისთვის. და როდესაც საუბარია ტრამპის გზაზე, ტრამპის სახელობის ამის ინიციატივითაა და ცხადია ხო, ანაკლია როგორც კარიბჭე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის, ხო, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საინტერესო საკითხი და გადაწყვეტა, მაგრამ ის გზა ხა აქეთან უნდა წამოვარდეს, ის გზა შეიძლება უფრო თურქეთისკენ წავიდეს სამოჯამში, ვიდრე ჩვენსკენ წამოვარდეს. საქართველოს ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება წესით უნდა ეცადოს ყველანაირად, რომ სატრანზიტო ფუნქციებში ყოველთვის იყოს, მაგრამ მით უმეტეს ისეთი პოტენციალით, როგორიც აქვს ანაკლიის პორტ და ქალაქ ანაკლიას. ხო, ну კი ბატონო, ნახოთ, არ ვიცი ხა ხელისუფლება მას როგორ გამოხმარა, მე ეჭვმაქვს, რომ იუმორის საგანი გახდება, არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ მე რაღაც ვნახე Facebook-ზე, რაღაც ვნახე კომენტარები, აქეთ მხარესაც, ასე ვთქვათ, იუმორით შეხედეს თქვენს ამ ინიციატივას, ზოგმას რაღაცა კოლონიალური აზროვნებაც კი უწოდა ამას, რომ რაღაცა დავარქვათ ტრამპის სახელი და ასე შემდეგ. მოდით პირველ რიგში სანამ იუმორისტულ გამოხმაურებებს გადავხედავთ, პირველ რიგში ვნახოთ ამ გამოხმაურებების ავტორების მიერ გამოთქმული თავისი ხედვები და თავისი გაწერილი გეგმები და შემოგთავაზონ უკეთესი გეგმები და განვიხილავთ. და თვითონ ახლა ლელო ძლიერი საქართველო არც ერთი მიმართულებით სხვების გეგმების ანალიზებით არ არის დაკავებული. ჩვენი სათქმელი გვაქვს ხალხისათვის და ყოველთვის გამოვდივართ ჩვენი სათქმელით და ჩვენი გეგმებით და ჩვენი სტრატეგიული ხედვებით. ანუ კი ბატონო, და ეს ხედვები რას ითვალისწინებს ზოგადად ბოლოს შემიძლია პოლიტიკური მიმართულებით, როგორ ფიქრობთ? ანუ საუბარი არის ამ ირაკლი კუპრაძის განცხადებაში, აი ჩვენ გვაქვს ხედვა, თქვა როგორ გავაკეთოთ ანაკლია, გავაკეთოთ რაღაც ეკონომიკური პროექტები და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ამისთვის საჭიროა ხო არჩევნების მოგება ან რა ვიცი ხელისუფლების დამარცხება და ხელისუფლებაში მოსვლა და ამ ხრივ რა გეგმები გაქვთ პირველ რიგში? თუ მარტო რაღაც იდეების შეთავაზება. იდეები რა თქმა უნდა მუდმივად გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ხედვები, რაც გაწერილი არის პროგრამებში და ყოველთვის ვახდენთ ამ პროგრამების მიწოდებას მოსახლეობისათვის. მაგრამ როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ცხადია ხელგეწიფება უკვე იმ პროექტების შესრულება, რა პროექტებიც არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე სანამ ხარ ოპოზიციაში, ცხადია შენი გეგმები უნდა წარადგინო და ის გეგმები რას გააკეთებდი, შენ ხელისუფლებაში იყო. ხელისუფლებაში არ მყოფი ჯაფარიძე და ხაზარაძე აკეთებდნენ იმას, რომ ქმნიდნენ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს, ქმნიდნენ ინსტიტუციებს, ფინანსურ გარანტიებს, ამ ქვეყანაში ქმნიდნენ ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობისა, რომლებიც ახორციელებენ მთავარ შენატანებს საქართველოს ბიუჯეტში. მათ რა თქმა უნდა იმუშავეს ენაკლიის მიმართულებითაც. მათ შეძლეს ის, რომ კონტე ჯგუფი, SSM-ი დაინტერესებინათ. მათ ქონდათ დაინტერესება ასევე ცერბერუსის მიმართულებით და სამწუხაროა და ქართულმა ოცნებამ გაყარა ეს ხალხი, რომ დაცლოდათ, რა თქმა უნდა, ეს პროექტი იქნებოდა ბოლოში მიყვანილი და რა თქმა უნდა 2020 წელს იქნებოდა პირველი გემის ინვესტიციები არ იყო ამერიკული კომპანიის მხრიდან რეალური ინტერესი არ გამოიწვია იმ კომპანიის მხრიდან, რომელსაც ფული
შეეძლოთ იქ ჩაედოთ საბოლოო ჯამში და ითხოვდა რაღაც გარანტიებს სახელმწიფოდან და ასე შემდეგ. თქვენ ახლა საუბრობთ ქართული ოცნების ნარატივით და არსებობენ ადამიანები, არსებობენ ინვესტორები, რომლებსაც ჩადებული აქვთ თანხები და ამ ინვესტიციების პირდაპირ ექსპროპრიაცია მოახდინეს და გააძევეს ეს ადამიანები და რა თქმა უნდა გავა პერიოდი, ყველაფერი დაალაგდება და ყველა იტყვის თავის სათქმელს, რაც მოხდა რეალურად ანრეპლის სპორტის მიმართულებით. ეს იყო ყელში გაჩხერილი პროექტი ბევრ ქვეყნის მიმართულებითაც და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საჭირო არის რომ გაიმარჯვოს საქართველოს ეროვნულმა ინტერესმა და ეროვნული ინტერესი არის აუცილებლად ამ პროექტის განხორციელება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება როგორც ანაკლიის სპორტის მიმართულებით ასევე ქალაქი ანაკლიის მშენებლობით. გასაგებია ვნახოთ. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ანა გალდავა იყო ჩვენი სტუმარი ლელოს ბერი საქართველოსთვის წარმომადგენელი. ასეთი იყო გადაცემა რეზიუმე. 1 საათით გემშვიდობებით 9:00 შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში პოლიტიკური სივრცე.